საბოლოოდ დამთავრდა ჩვენი რიგაში მოგზაურობა და ახლა ვზივართ ავტობუსში, რომელიც მიდის ვილნიუსში. გზა იქნება 4 საათი და მომშვიდობებით თოვლიან რიგას, რომელიც მხოლოდ 1 დღე ვნახეთ. იმედი გზას გავუძლებთ, იმიტომ რომ 3 საათი გვეძინა ყველას. მაგრამ აბა ვილნიუსიდან ჩაგერთვებით. გამარჯობა. გუშინ ჩამოვედით ვილნიუსში. და ცოტა ხანი რა, დაახლოებით ესე 4-ზე უკვე აქ ვიყავით. გაჩერებიდან მალე მოვედით სასტუმროში და მე მთელი დრო მარტო იმით ხონდა რომ ვიბოდიადეთ, ჭამეთ, აქაური რაღაც საჭმელები გავსვიძეთ. სხვა რაღაც მე ცხოვრებაში სუპს არ ვჭამ და გუშინ ჭამე და ძალიან მომეწონა. ასევე რაღაც აქაური პილმენები ავიღე. ეგეც ძალიან გემრიელი იყო და სხვების რეკომენდაციითაც, ანუ გირჩევთ რომ რამე კაი პილმენებს აკეთებენ. რაღაც რესტორანში ვიყავით, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, მაგრამ გავიხსენებ და ვიდეოში ჩავსვავ. ხო. კიდე რა ვქენით გუშინ ვიყავით მოედანზე, სადაც გამოწყობილი აქვს საახალწლო ბაზრობა. საციგურაო მოედნით და პატარ-პატარა მაღაზიებით. და ესე დავდიოდით რა შენ რას იტყვი ვილნიუსზე როგორია ჯერჯერობით რასაც გამჩნევ გაცილებით ნაკლებად ცივა ხო ცივა ისეთი აღარ არის რატომაც მეგონა თეო და პირიქით და თოვლიც ახლა დიად აღარაა და ისე უფრო მყუდროა მგონი და შენობები უფრო თანამედ ანუ იქ რაღაცა უფრო სისერო კოლოსის გავსი შენობები იყო და აქ ძველი შენობები კია მაგრამ უფრო დახვეწებია რაღაცა ეგრე მგონია და რა ისე ნუ აჰა დიდი მადლობა ხო რაც შევამჩნიეთ აქვე ჩამოსვლისას იყო ის რომ თბილისს გავს ძალიან ანუ ეხლა ეს ქუჩებით სადაც დავდივართ ანუ მგონია რომ თბილისში ვარ და აქ ოროს მიუყვებით თან აი ზამთარიც აი ჩვენთან როგორი ისიც არის ხოლმე შედარებით აი წვიმიან დღეებში ახლა აქ რაც გითხრეს ადგილობრივებმა დიდად მზე არ აქვთ ხოლმე და საქართველოს ჩვენ ჩამოვდივართ ხოლმე ამ დროს საქართველოში რომ მზე ვნახოთ და თქვენ აქ რა გინდათო ხო და ამინდი ასე თუ ისე ეხლა სიცივით ერთი და იგივეა თითქოს მე რომ მკითხო მაგრამ შეიძლება ეგ იმის ეფექტია რომ რიგაში ძალიან ციოდა და მაგის შემდეგ უფრო ძნელია სიცივით შემშინება. გუშინ სხვა შორის ძალიან კაი რაღაც გადახვდა თავს ქუჩაში, აი სახლისკენ წამოსვლისას უკვე ხამე იყო. შევამჩნიეთ რომ რაღაც ბარი იყო, სადაც ცოცხალ მუსიკას უკრავდნენ რა და იქ შევედით აღმოჩნდა ბლუზის ბარი, სადაც აი დაახლოებით 60 წლის მიტველი კაცები იჭდნენ და ბლუზს უბერავდნენ. და ძალიან კაი იყო თან მე რო შეისვენეს რა ჩვენთან მოვიდა თითქმის ყველა ერთი განსაკუთრებით ანუ ეგრევე გამოვიდა საიდან საქართველოს გავიგეთ ეგრევე გამარჯობა და რაღაცა ის ხემები და 1 საათი იდგნენ ეს წევრები და გველაპარაკებოდნენ რა რაღაცებზე აი ძალიან საყვარელი მომენტი იყო თან აი მაგარი ჯიგარი ტიპები იყვნენ მე უთხარი დავაპატიჟე მე საქართველოში ჩამოდით ხალხს მოგიყვანთ თქო აგესწრებით არა, რამდენად მოხერხდება ეგ ბლუზის მოყვარულები საქართველოში რამდენად არიან არ ვიცი. ერთადერთი დიდად რაც მე არ მომწონს არის ის რომ უმეტესად ლატვიაში და ლიტვაშიც ესეთ ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობები არის მხოლოდ ტაძრები. ერთ-ერთი მათგანი არის ეს როგორც აწერია ინგლისურად და სავარაუდოდ ქართულად ყოვლადწმინდად გადმოითარგმნა, იმიტომ რომ მაგის ეკლესია ჩვენს გვაქვს, ანუ ყოვლადწმინდად ანუ ყველა წმინდანის სახელობის ეკლესია ეს. და ეხლა საიდანაც მივდივართ, იქაც რაღაც კათედრალია. სადაც რომელიც სახელმწიფო ბაზრობასთან ერთად მდებარეობს და კათედრის ბინაც და მაგას მოვინახულებთ, ანუ სავარაუდოდ მაგეებით შემოვიფარგლებით, რომ ვნახოთ კათედრალები, ტაძრები და ასე შემდეგ. ერთი რაც აღმოჩნეთ საინტერესო იყო
ძველი სასახლე, რომელიც კათედრალთან ახლოს არის და მაგასაც ნახავთ მოვინახულეთ. ხოლო დაქაურობარი იმენა თბილისი რა, აი ყველაფერი თბილისი, ანუ ძალიან თბილისურად გამოიყურება და რიგისგან ძალიან განსხვავებული. ჩვენი გემოვნება ცოტა გაიყო. ცოტა რა, გონი ერთადერთი ორ ვისაც რიგა ერჩივნა ვილნიუსს, როსკომა ყველა ამჯობინეს. მაგრამ მე რაღაც რიგას უფრო დაუჭირე მუღამი. უფრო ცოტ ხალი ქალაქი მეჩვენება და უფრო ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი თითქოს. შეიძლება იმის ბრალიც არის, რომ ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავატარეთ ვილნიუსში, მაგრამ ეგრე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ხალი კორესპონდენტი ყავს ანა თავქელიძე. თუ შეიძლება. ანონიმურობა მცურდა, მაგრამ ეხლა ჩვენ სად ვართ? ვილნიუსში. ვილნიუსში. ეხლა ვართ ქრისტმას მარკეტზე, ალბათ უკვე გიგიხართ. მაგრამ გუშინ სადაც ვიყავით. მაგათილების გარდა კიდევ სხვა ადგილებიც ვნახოთ. თუ არ მოგიგეთ როგორ შევიყავით ადმე. არა, როგორ არა, მე იციან რომ მე ზარმაცი ვარ და პირველ დღეს ალბათ დიდი ალბათობით არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე და უბრალოდ ტყბები აქ აურობით. დიახ, პირველი დღე იყო დაკბობისა, კარგი ბარისა. აჰა. ეგეც მოვყევი. სამწუხაროდ ანუ მაგ ვიდეოებს ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ YouTube-ი დამბლოკავს. ასე რომ მხოლოდ რავი. თუ კიდევ უხმო ვიდეოებს ჩავსავ, სადაც დაუკრავენ ისინი. ძალიან საყვარელი იყო, მეგობრებო, ძალიან მომეწონა. და ჩემი აზრით, საქაურობა ბევრად უფრო სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო კარგი იქნება ზაფხულში, მიუხედავად იმისა, რაღაცით ვენას გავს. ქრისტმას მარკეტი და სახელმწიფო განათლებები და თან წყობა ქალაქის ვენას ძალიან გავს, მაგრამ აი ზაფხულში უფრო ბევრად კარგი იქნება. ხო. და ხო თქვეს, რომ ანუ უკეთესი, ანუ ყველაზე კარგი თვე აქ ჩამოსასვლელად არის ივლისიო. დიახ. და ანუ ხეები, ალბათ აი ხო ხეები აქ. ანუ ყველგან არის რა დარგული. თან ისიც არის, რომ მარტო ვილნიუსში არა, ვილნიუსის გარეთ ოდნავ ახლო პატარა ქალაქები ძალიან ლამაზია, თბები და მისთანები. და მე ცოტა კამერა შაივარ, ამიტომ დაკრავოთ. მადლობ ძალიან დიდი. მე თუ რამეები შემოგიჭრეთ. დიდი მადლობა. აი, მოვედით კიდეც უკვე იმ ადგილთან, სადაც დღეს ავიღეთ ბილეთები, რომ ხალხმა იფიგურაოს. შენ რა სიტყვი? რა ჯობია? ვილნიუსი თუ რიგა? არა ვილნიუსი კი. აჰა. რიგა ჯობია განვითარების ხეო, ჩემი აზრით. მაგრამ ვილნიუსი ხალხი მართლა, ანუ ჩვენც ყოფს ეგრე, სადაც მეგობრა ხალხი ქმნის ატმოსფეროს და გარემოს. ანუ ვილნიუსი ჯობია ხალხი. და რატო ეგეც თქვი მიდი? რომ უფრო კომუნიკაბელური და ძალიან ბედნიერი ერია. რო იღიმიან საუბრისას. ხო, ასე რომ ვილნიუსში ძალიან დაგეხმარებიან, გაგიღიმებენ და ყველა მხრივ ძალიან საყვარელი ხალხი. ასევე გარეგნულად. გარეგნულად მე ლატვიელები უფრო მომეწონა. ლატვიელები? But the one you put over there with the baby girl, very nice. გუშინ საღამოთი რო დავდიოდით, აი ამ ადგილას ვიყავით რა და იქ თუკან არის შესასვლელი, სადაც ნაძვის ხე იყო განათებული, რაღაც მუსიკა იყო ჩართული რა. და მე რაკეთ რო გამოვედით, ესეთი შენობა დაგხვდა. აი დროშებით და განათებული, ესე კარგად მოწყობილი და კარგი ხანი ფიქრობთ, პარლამენტი იყო, სასამართლო იყო რა, შენობა იყო ეგეთ. თურმე უნივერსიტეტი ყოფილა. ვილნიუსის უნივერსიტეტი. და აქ დავბოდიალობდით გუშინ. ასევე რაც აღსანიშნია, არის რომ თუნდაც აი ეს უკრაინის ფერებში ჩამოკიდული დროშები ვაი თამ ყველა აქაც დროშები ყველა ავტობუსი აწერია უკრაინა რატომ ახველებს ეს და ანუ ხარდაჭერა ძალიან დიდი იგრძნობა უკრაინის ხალხის მიმართ და ძალიან მისასალმებელია. ასევე გუშინ რესტორანშიც ვიყავით იქ ხო და პუტინის რაღაც ნახატი იყო
გაკეთებული ამ რესტორნის კედელზე, სადაც რომ მიდიოდი, ეს პატარ-პატარა ძალიან პატარა ფოტოებით იყო აწყობილი ჰიტლერს რატო ვიძახით პუტინის სახე და ეს პატარა ფოტოები იყო სხვადასხვა სარცხვენისი ადგილების ცოტა ზრდილობიანად რო ვთქვათ და ძალიან ვისიამოვნეთ მაგით ფოტოები გადავიღეთ ვიდეოები ესეთი სასიამოვნო დანამატი იყო იმ რესტორანში ყოფნისა სასაცილო ბაზრობასაც და კაცებსაც მოვადექით და გადავიდნენ და გადავიღებ იქიდან ლამაზი კარგად მოწყობილი ადგილია Christmas market-ზე რა უნდა ძალიო თუ არა ვინტოენი. მაგრამ ნაციამ აღმოაჩინა განსხვავებული რაღაც 15%-იან რაღაცა სვავს ღვინოს. ეხლა რაც აღმოვაჩინეთ არის ის რომ თურმე საახალწლო პერიოდი ბევრად უფრო საყვარელი და ლამაზია ვილნიუსში ვიდრე რიგაში. შესაძლებლად რომ ავიღოთ. აი რამდენიმე ქუჩა არის ისეთი რომ აი იგრძნობა ეს პერიოდის მაგია ერთიანად და კარგად. აქედან ახლა წავალთ ჩვენ კესელში ვილნიუსის სასახლეში. ძველი ის არის სასახლე რა აი ციხესიმაგრის პონტი უფროა რომელიც აქედან მდებარეობს რაღაც წესი ფეხით 10 წუთში სასიარულოზე და გამოხატავს აი ვილნიუსის ისტორიულ სიძლიერესა და სიმბოლოს და თან იქიდან იშლება ძალიან კარგი ხედი ქალაქზე და მდინარეზე რაც უფრო კიდევ ერთი დანამატი და პლუსია იქ ასასვლელად კარგი ის არის რომ საღამოს 8-მდე მუშაობს და ეხლა ჩვენ დრო გვაქვს იმისთვის რომ მივიდეთ თან სანამ მერე გოგოები ისრიალებენ მაგასაც მოვასწრებთ მოკლედ და წავალთ და იქიდან გადავიღებ ხედს თუ როგორ გამოიყურება ვილნიუსის ქალაქი აქედან სხვა შორის ახლა ჩანს აი ხეების უკან არის სილუეტი ამ სასახლის და ზედაფრიალებული ლიტვენიას არის და ლიეტოვის დროშის დაო ამოვედით ცოტა ფეხიციარული დაგვეზარა და საბაგირო სამოყავით პატარა ლიფტი იყო რომელსაც ესე დიაგონალურად სწრებით ამოყავდი და ჯერჯერობით ძალიან შთამბეჭდავია აქაურობა ძალიან კარგი ხედია და ეს კესელიც ისე გამოიყურება არ ვიცი აქ შესვლა შეიძლება თუ არა წესით მე როგორც ნახე შეიძლებოდა მაგრამ ტიკეტები სად უნდა ვიყიდოთ ეგ არ ვიცი მაგას გავარკვევთ მაგრამ ხედი ძალიან კაია ხო თურმე გიყოფილა და ბილეთებიც ვიყიდეთ 8 ევრო ღირდა ერთი ბილეთი და ჯერჯერობით პირველ სართულ ანუ მეორე სართულზე ამოვედით და არის გამოფენილი ძველი დიეტური იარაღები და აბჯრები
ისევ როგორც ქალაქი რომის, ასევე ვილნიუსის არსებობს არის დაკავშირებული მგელთან. ოღონდ არა ჩვეულებრივ, არამედ გიგანტურ რკინის მგელთან, რომელიც ერთ-ერთ აქაურ გრაფს, ანუ გრაფი იყო მგონი ხო, გედიმინასი, მას მოევლინა სიზმარში. და ანუ მისი სიზმრით, როცა მან კონსულტაცია გაიარა ადგილობრივ მღვდელთან, მღვდელის რჩევა იყო, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქალაქი დაარსო იქ, სადაც ეს მგელი მოგელანდაო. და ეს მგელი მას გამოიცხადა როგორც ქალაქის მცველი. და იმ გორაზე, რომელზეც ეს მგელი იმყოფებოდა, მაგის გარშემო მაგედან დაიწყო ვილნიუსის გაშენება და შემდეგ შემოიფარგლა სხვა ადგილებიც. ეს მოხდა დაახლოებით რა, როგორც ეხლა გამოვარკვიე ვიდეოდან, რომელიც ამ სასახლეში გვაჩვენეს 1223 წელს. და შემდეგ გახდა ვილნიუსი დღევანდელ ვილნიუსად. ეგ არის დღევანდელი ჩვენი აკვიზიტი უკვე დასასრულს მივახლოვდა. ეხლა წავალთ, ცოტას ვისრიალებთ, შევჭამთ და რამეს მოვიფიქრებთ კიდევ. ასე და ამგვარად დასრულდა ჩვენი მოგზაურობა და თავგადასავალი ლატვიასა და ლიტვაში. ძალიან კარგი იყო, ყველანი გავერთეთ. ხალხო, ხო გაერთეთ? ანა, შენ გაერთე, ანა? ყველანი გავერთეთ მაგრამ. თუ არაფერი არ ჩანს. ჩვენ არ ვარაფერი ერთად. ეგ არის, მოკლედ. წავედით ახლა. წავედით ქუთაისისკენ. და მე თბილისში ოდესმე ჩავალთ. და შემდეგი მოგზაურობა საით მექნება, უკვე არ ვიცი. მაგრამ არის რაღაც ვარიანტები. შეიძლება ინდოეთი იყოს, შეიძლება ტაილანდი იყოს, შეიძლება რამე სხვა იყოს. ასე რომ, არ ვიცი, შევხვდებით.